საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი თავისი რბილად რომ თქვათ არც თუ დაალაგებული მანერებით და მეტყველებით გამოირჩეოდა. თავის გამოსვლებში ხშირად იყენებდა იდიომებს, რაც გასაგები იყო საბჭოთა მოქალაქეებისთვის, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარი რჩებოდა უცხოელებისთვის. ამიტომ თარგმანის დროს ხშირად იჩენდა ხოლმე თავს სირთულეები. ერთი ასეთი შეხვედრის დროს 1956 წლის 18 ნოემბერს მოსკოვში ხრუშჩოვს გაახსენდა მარქსის თეზისი. პროლეტარიატი კაპიტალიზმის მესაფლავია. ოღონდ ეს თეზისი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების გამო კარგად ვერ დაიმახსოვრა და ამერიკელებს პირადი ინტერპრეტაციით აჯახა. მოგწონთ თუ არა, ისტორია ჩვენს მხარესაა, ჩვენ თქვენ დაგმარხავთ. თარჯიმანმაც ვიქტორ სუხოდრელმა ხრუშჩოვის ეს სიტყვები პირდაპირ თარგმნა. წარმოიდგინეთ ამერიკელების სახეები, როცა საკუთარი მისამართით ასეთი მუქარა მოისმინეს. ცეცხლზე ნავთიკი მედიამ დაასხა, როდესაც უზარმაზარი შრიფტით პირველ გვერდებზე დაბეჭდეს ხრუშჩოვის ნათქვამი ბოლოწინა დადება. ჩვენ თქვენ დაგმარხავთ. ცხადია, ამ სათაურით ვერავინ მიხვდებოდა, რომ ხრუშჩოვს მხოლოდ კაპიტალიზმზე სოციალიზმის გამარჯვების აღნიშვნა სურდა. ისე კი საბჭოთა გენსეკი, როგორც გითხარით, განსაკუთრებული გონიერებით არ გამოირჩეოდა და შესაბამისად საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობდა. ამამბიდან 2 წლის მერე ხრუშჩოვმა უკვე გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს გასაგონად თქვა თავისი ყველა დროის ყველაზე ცნობილი ფრაზა "Я вам покажу Кузькину мать". თარჯიმანმა ვერც ეს ფრაზა გადათარგმნა შინაარსობრივად და მსოფლიო მიიღო სიტყვა-სიტყვით თარგმანი "We shall you show Kuzka's mother". მსოფლიოში ვერავინ მიხვდა, ვინ იყო ეს კუსკას დედა. მაშინ სხვათა შორის დაზვერვამ ივარაუდა, რომ კუსკას დედა შესაძლოა რუსების რაღაც ახალი იარაღის სახელი იყო. Господин председатель, мы живем на земле не милостью Божией и не вашей милостью, а силою и разумом нашего великого народа Советского Союза и всех народов, которые борются за свою независимость. Не заглушить вам голос народа, голос правды, который звучит и будет звучать. Конец, могила колониальному рабству. Долой его и похоронить его чем глубже, тем лучше. კაცობრიობის ისტორიაში თარგმანში ყველაზე ფატალური შეცდომა ალბათ მაინც 1945 წლის პოცდამის კონფერენციის შემდეგ დაუშვეს. დეკლარაციაში იაპონიისადმი ულტიმატუმი იყო წაყენებული და მას მეორე მსოფლიო ომში კაპიტულაციას სთხოვდნენ. უარის შემთხვევაში კი მოკავშირეები ამომავალი მზის ქვეყანას სრული განადგურებით ემუქრებოდნენ. ეს აქტი 26 ივლისს მიიღეს ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და ჩინეთმა. საბჭოთა კავშირმა სხვათა შორის მას ხელი არ მოაწერა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ჟურნალისტებმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ კანტარო სუზუკის სთხოვეს კომენტარი მოკავშირეების ამ ულტიმატუმზე. პრემიერმა პასუხში გამოიყენა ფრაზა "მოკუშაცუ სურუ", რაც ორნაირად შეიძლება ითარგმნოს. ერთი როგორც არ ვანიჭებ მნიშვნელობას და მეორე ვდუმვართ სანამ პასუხზე ვფიქრობთ. სუზუკის ამ ფრაზით მოკუშაცუ სურუ სურდა ეთქვა, რომ ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ სურდა. თუმცა უკვე მეორე დღეს ამერიკულმა გაზეთებმა ყვირალა სათაურებით დაბეჭდეს მოწინავე წერილები და განაცხადეს, რომ იაპონიამ გადაწყვიტა სრული იგნორირება მოეხდინა პოცდამის კონფერენციის მოთხოვნებისადმი. იაპონელი პრემიერი სიტყვები დამახინჯდა. რამდენიმე დღეში ამერიკელებმა ჯერ ხიროსიმაში, შემდეგ კი ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოაგდეს. I was sure it wasn't going to work. After
ბოლოს კი უფრო სახალისო ამბავი. 1977 წელს ამერიკის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ვიზიტების სერიას ახორციელებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მათ შორის იყო ვიზიტი პოლონეთშიც. ხოდა აღმოჩნდა, რომ თეთრ სახლში მომუშავე 17 თარჯიმანს შორის არ ჰყავდათ პოლონურის მცოდნე. ამიტომ ვიზიტის დროს შტატგარეშე თარჯიმნის დაქირავება გახდა საჭირო. ეს იყო სტივენ სეიმური, რომელსაც ამ საქმეში დღეში $150 უხდიდნენ. მთლიანობაში კარტერის გამოსვლა პოლონელების წინაშე სავსებით ნორმალური იყო, თუმცა თარგმანში ერთმა შეცდომამ ყველაფერი პირდაპირ თქვათ ჩააფლავა. ფრაზა "When I left the United States just in morning" რაც ითარგმნება ასე, როდესაც მე დღეს დილას წამოვედი შეერთებული შტატებიდან, თარჯიმანმა თარგმნა როგორც როცა მე სამუდამოდ დავტოვე შეერთებული შტატები. ამის მერე, როდესაც კარტერმა მოიწონა პოლონეთის კონსტიტუცია და მას ადამიანებისთვის ფასეული უწოდა, თარჯიმანმა პოლონურად თარგმნა როგორც სასაცილო. არა ფასეული, არამედ სასაცილო. წარმოიდგინეთ, როგორი რეაქცია ექნებოდათ მსმენელებს. და მთელი ამ ამბის აპოგეად იქცა კარტერის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც მან პოლონელების ოცნებაზე ისაუბრა. ოღონდ სიტყვა desires, ანუ სურვილები, ითარგმნა როგორც კაცების ქალებთან ურთიერთობის სურვილი. საბოლოოდ გამოვიდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი პოლონელებთან სექსზე ოცნებობდა. სკანდალი იმით დასრულდა, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებულ შტატებს პრეტენზიებით სავსე წერილი გაუგზავნა. თუმცა სავსებით ცხადი იყო, რომ პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ არასწორ თარგმანში იყო. დასანანის შეცდომის გამო ამერიკელ დიპლომატებს კიდევ დიდ ხანს უხდებოდათ ბოდიშების მოხდა. ისე ერთი ასეთი ისტორია პირადად მეც გადამხდა თავს. ბევრი წლის წინ, მაშინ ფეხბურთის კლუბ ამერის პრესმდივანი ვიყავი. UEFA-ს თასზე მატჩის წინ მიმყავდა პოლონური ბელხატუვის მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია. ხოდა ერთმა ჩვენმა ქართველმა კოლეგამ კითხვის დასმა დაიწყო ფრაზით "ჩიტმა ამბავი მომიტანა". თარჯიმანი პოლონეთში მცხოვრები ქართველი ქალი დაიბნა და პირდაპირ გადათარგმნა პტაშკა პრინისლა ვესტაჩკუ. თქვენი პოლონელი მწვრთნელის დაბნეულის სახე უნდა გენახათ.